ცხოვრება რთული გზაა. ხშირად ვიბნევით, ხშირად ვეცემით და გვეჩვენება, რომ მარტო დავრჩით. დედა ჩემი რომ არა, ნახევარ გზაზე გავჩერდებოდიო. ეს სიტყვები ბევრ ჩვენგანს გულზე ხვდება. მამა გაბრიელი, ბერი, რომელმაც სიყვარულით დაიპყრო საქართველო, სწორედ ასეთი სულიერი მშობელია ჩვენთვის. დღეს მოისმენ მის გაფრთხილებებს, რომელიც შენს სულს გადაარჩენს. პირველი და უმთავრესი, მამა გაბრიელი ამბობდა, ვისაც სიყვარული არ გააჩნია, ის ზუსტად ისეთივეა, როგორც გამომშრალი თიხის ქოთანი. ღმერთი არ გკითხავს, როგორ იცავდი მარხვას, ან რამდენი ლოცვა წაიკითხე. ღმერთი გკითხავს, გიყვარდა თუ არა მოყვასი შენი, რადგან სიყვარულის გარეშე ადამიანი უსარგებლოა. ნურავის განიკითხა. დაღაცა თუ იხილო მკვლელი, ან მეძავი, ან ლოთი მიწაზე ეგდოს, ნურავის განიკითხა. შენ რომ დაინახო ის ადამიანი რას განიცდის, განკითხვის მაგივრად გვერდით დაუდგებოდი. მათი სადავეები ღმერთს მიშვებული აქვს, შენი კი ხელში უჭირავს. ხელი რომ გაგიშვას, უარეს დღეში ჩავარდები. მამა გაბრიელი გვაფრთხილებდა. ანტიქრისტე კარებთან დგას და კი არ აკაკუნებს, შემოგლეჯას ლამობს. მაგრამ ნუ შეგეშინდებათ, საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრია. ანტიქრისტე ყველგან გამეფთება, აქ კი ტახტს ვერ დაიდგამს. ოღონდ გახსოვდეთ, ცალ-ცალკენ უიქნებით, 10-ან მეტი იყავით ერთად. ერთმანეთს უნდა შეეშველოთ. როცა გაგიჭირდებათ, მოვალ და მოგეშველებით, ოღონდ თქვენ ვერ დამინახავთ. სიკეთე ჰქმენით, რომ თქვენმა სიკეთემ გადაგარჩინოთ. სიკეთე 60 კარს გაგიღებს, სიმდაბლე შიგ შეგიყვანს და სიყვარული ღმერთს დაგანახებს.